რა შედეგით დასრულდა ქართულ მხარესთან ბრიუსელში გამართული სავიზო დიალოგი. ევროკომისიის პრესსპიკერის მარკუს ლამერტის განცხადებით გუშინ ბრიუსელში გამართული შეხვედრა ტექნიკური ხასიათის იყო და ფოკუსირებული იყო იმ საკითხებზე, რამაც ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურება გამოიწვია. პრესსპიკერის თქმით, კომისიამ დეტალურად განმარტა თავისი გადაწყვეტილების მიზეზები, რომლებიც დემოკრატიასა და ძირითად უფლებებს ეხება. ქართულმა მხარემ კი თავისი თვალსაზრისი წარადგინა. ლამერტის განმარტებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ანგარიშს თავიანთ ხელმძღვანელობას წარუდგენენ. გუშინ გაიმართა შეხვედრა ევროკომისიასა და საქართველოს ოფიციალური პირების დელეგაციას შორის. ეს არის სავიზო რეგულაციით გათვალისწინებული სტანდარტული პროცესის ნაწილი, რომელიც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის სამუშაოებისას იწყება. იმ პროცესის მიზანი, რომელშიც ახლავ იმყოფებით, არის იმ გარემოებების გამოსწორება, რომელმაც შეჩერებამდე მიგვიყვანა. ეს კი გახლავთ საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორიცაა დემოკრატია და ფუნდამენტური უფლებები. გუშინდელი შეხვედრა იყო ტექნიკური დონის შეხვედრა, რომელიც ფოკუსირებული იყო იმ საკითხებზე, რამაც ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურება გამოიწვია. კომისიამ დეტალურად განმარტა თავისი გადაწყვეტილებების მიზეზები, რომლებიც ეხება დემოკრატიასა და ძირითად უფლებებს. ქართულმა მხარემ ასევე წარადგინა თავისი თვალსაზრისი. დისკუსიები წარიმართა ფაქტებზე დაფუძნებულ ატმოსფეროში. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ანგარიშს წარუდგენენ თავიანთ ხელმძღვანელობას და იქ განიხილავენ საკითხის არსსა და შესაძლო შემდგომ ნაბიჯებს. ევროკავშირის კონკრეტული მაღალჩინოსნები მედიასთან საუბარში შეხვედრას უნაყოფოს უწოდებენ. ქართულ ოცნებაში კი პოზიტიური მოლოდინები აქვთ. რადიო თავისუფლების ანონიმური წყაროსნობით საქართველოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე დაიცვეს ის კანონები, რომელთა გაუქმებისაკენაც დიდი ხანია ბრიუსელი ქვეყანას მოუწოდებს და რაც ხელახალი ჩართულობის უცვლელი წინაპირობაა. ხოლო როდესაც გიორგი ტაბიძესა და მის გუნდს კითხეს მზად არიან თუ არა კანონების შეცვლისთვის, პასუხად მიიღეს, რომ ისინი წარმოადგენდნენ ტექნიკურ ჯგუფს. წამოწეული საკითხი კი პოლიტიკური იყო. ამის საპირისპიროდ ქართულ ოცნებაში პოზიტიური მოლოდინები აქვთ. მაკა ბოჭორიშვილმა დღეს თქვა, რომ ეს არ არის ბოლო შეხვედრა და მოელიან, რომ ევროკავშირი ქართული მხარის ლეგიტიმურ პირობებს გაითვალისწინებს. მანამდე საგარეო უწყებამ განცხადება გავრცელა, სადაც უსამართლოდ შეაფასა გადაწყვეტილებას საქართველოს დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ. თავად ანგარიშს კი, რომელსაც ეს გადაწყვეტილება ეფუძნება, ტენდენციური უწოდა. არასაკმარისი დასაბუთების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების შესახებ უსამართლოა. მიუხედავად ამისა, სავიზო დიალოგის ფარგლებში განხილულ იქნა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის ევროკავშირის მხარის მიერ დასახელებული მიზეზები, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და საქართველოს მიერ მათი შესრულების მიმართულებით განხორციელებული თუ მიმდინარე ღონისძიებები. ხაზი გაესვა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის, გაერთიანების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და თანასწორობის დაცვას. აღნიშნა, რომ ქვეყანაში მოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიანი ეროვნული მექანიზმები და გრძელდება შესაბამისი ინსტიტუციების გაძლიერება. ხაზი გაესვა, რომ უსაფუძვლო არჩეული საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონების გაუქმების მოთხოვნა, მაშინ როდესაც ისინი მიღებულია საქართველოს ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და არ ეწინააღმდეგება არც ერთ საერთაშორისო კონვენციას თუ შეთანხმებას, რომლის წევრიც არის საქართველო. ამასთან აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით შექმნილია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმები. საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას. ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატის მოწვევით ბრიუსელში ქართულ მხარესა და ევროკომისიას შორის დიალოგის პირველი შეხვედრა გუშინ შედგა. ეს ტექნიკური ხასიათის შეხვედრა იყო, რომელიც დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცესის ნაწილია. ბრიუსელში ქართულ მხარეს ოცნების საგარეო საქმე და სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატი წარმოადგენდა. მასპინძელი კი ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა აღმასრულებელი დეპარტამენტი იყო. როგორც ჟურნალისტი რიკარდ იოზუაკი წყაროზე დაყრდნობით წერს 2027 წლის იანვარში სავიზო რეჟიმზე დეკემბრის წლიური ანგარიშის კვალდაკვალ ევროკავშირის წევრი ქვეყნები კენჭს უყრიან საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე გადაწყვეტილებას. ამავე წყაროების თანახმად კი გუშინდელი შეხვედრა განიხილებოდა როგორც ბოლო გაფრთხილება საქართველოსადმი უვიზო მიმოსვლის დაკარგვის შესახებ. ამ ფონზე ირაკლი კობახიძე ევროკავშირს ისევ შანტაჟსა და არასწორ მიდგომაში ადანაშაულებს. ყველა მიმართულებით ჩვენ ვართ ღია დიალოგისთვის. მათ შორის იმ თემებსაც, რაც განიხილებოდა ბრიუსელში, კონკრეტულად ვიზებთან დაკავშირებით, ჩვენი პასუხები არის ძალიან ცხადი, ძალიან მკაფიო.
ყველაფერი დანარჩენი არის პოლიტიკა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ევროპულ ბიუროკრატიაში შეიცვლება მიდგომები, ჩამოყალიბდება სამართლიანი მიდგომა ქართული ხალხის მიმართ, ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, ჩვენი ქვეყნის მიმართ. ყველა კითხვაზე გვაქვს პასუხი და აბსოლუტურად ღია ვართ დიალოგისთვის. სამწუხაროა, რომ შანტაჟისთვის გამოიყენება ეს საკითხი, ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი. ჩვენ თავის დროზე რეალურად ჩავკეტეთ ყველანაირი გზა შანტაჟისთვის. დარჩა ერთადერთი თეორიული ინსტრუმენტი, ეს არის ვიზა ლიბერალიზაცია და კონკრეტული ძალების ცდილობენ რაღაცნაირად ეს ინსტრუმენტი გამოიყენონ შანტაჟისთვის ქართული ხალხის წინააღმდეგ და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ეს არის არასწორი მიდგომა. ჩვენ გვინდა სამართლიანი მიდგომა და რა თქმა უნდა ამ გზავნილით ვესაუბრებით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა 2017 წლის მარტიდან მოქმედებს, თუმცა ევროკავშირის კანონმდებლობა ითვალისწინებს სპეციალური შეჩერების მექანიზმს. მისი ამოქმედება იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ევროკომისია და წევრი სახელმწიფოები მიიჩნევენ, რომ ქვეყანა აღარ ასრულებს იმ კრიტერიუმებს, რომელთა საფუძველზეც უვიზო რეჟიმი მიენიჭა. ვიზა ლიბერალიზაციის ბოლო მერვე ანგარიშში, რომელიც გასული წლის დეკემბერში გამოქვეყნდა, ნათქვამია, რომ უვიზო მიმოსვლა შეწყდება, თუ საქართველოს მთავრობა პრობლემებს არ მოაგვარებს. პრობლემებს შორის დასახელ და საგარეო პოლიტიკის შეუსაბამობა, დემოკრატიის უკუსვლა, ასევე ის, რომ საქართველომ არათუ ვერ შეძლო ადეკვატურად შეესრულებინა წინა ანგარიშით გათვალისწინებული ანტიკორუფციული რეკომენდაციები, არამედ უკან დაიხია ცოტა ხნის წინ გატარებული რეფორმების გაუქმებით. ოპოზიციაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში თუ ქართული ოცნება არ შეასრულებს ბრიუსელის პირობებს და ამის გამო საქართველო უვიზო რეჟიმს დაკარგავს, სრული პასუხისმგებლობა სწორედ ივანიშვილს და მის გუნდს დაეკისრება. ხედავთ, რომ ბოლო წლების მანძილზე უფრო და უფრო ახლოვდება ჩვენი მთავარი ევროპული მონაგარის დაკარგვასთან ჩვენი ქვეყანა გულისხმობ უვიზო მიმოსვლას. ამისთვის ყველაფერს აკეთებს ივანიშვილი, თუმცა ის რო არ მოხდეს, ასევე ყველაფერს აკეთებს ამისთვის ოპოზიცია. ჩვენც დაარდაგუკლია ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობაში ყოველთვის ხას უსვამთ, რომ არ უნდა დაისაჯოს საქართველოს მოქალაქე, უნდა დაისაჯოს ივანიშვილის რეჟიმი და მისი წარმომადგენლები, თუმცა ალბათ მოთხოვნების ფილასაც აქვს ეს ზღვარი, ამიტომაც აუცილებელია რომ მოხდეს ძალიან მალე ამ სისტემის დემონტაჟი. ქართული ოცნების რეჟიმმა შეუძლებელი შეძლო წარმოუდგენელი და ქართველი ხალხი დააყენა მილიონობით ჩვენგანი დააყენა უვიზო რეჟიმის დაკარგვის სრულიად რეალური რისკის წინაშე. მანამ სანამ ქართული ოცნების რეჟიმი ევროპას სრულიად პროპაგანდისტულად აბრალებს, ტყილებს, ჩვენ ვხედავთ რეალობას, რაც არის ის, რომ ევროპას არ სურს, რომ ქართულმა ხალხმა დანაკარგი განიცადოს, ევროპას არ სურს, რომ ჩვენ წავიდეთ უკან, პირიქით, ევროპის მიზანია, რომ ჩვენ რაჩება მეტი შეხება ქონდეს ევროპულ კავშირთან, მეტი თანხმედრა, მეტი ვაჭრობა, მეტი მიმოსვლა, მაგრამ ქართული ოცნების რეჟიმი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ თანმიმდევრულად დავკარგოთ ყველა ის ჩარჩო მექანიზმი და ინსტრუმენტი, რაც 10 წლების განმავლობაში ძალიან ბევრი კარგი საჯარო მოხელის და დიპლომატიის შრომის შედეგად იქნა მოპოვებული. ჩვენ გვჯერა, რომ რიგით მოქალაქეებს ნამდვილად არ შეეხება უვიზო მიმოსვლის შეზღუდვა. ჩვენი მოქალაქეები ნამდვილად არ იმსახურებენ უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას. კიდევ ერთხელ ვამბობთ, ვინც არის დღეს პასუხისმგებელი ამ არადემოკრატიულ პროცესებზე, თუნდაც იმაზე, რომ კითხვის ნიშანიც კი დაისვა, უვიზო მიმოსვლა უნდა შეჩერდეს, თუ ასე ვთქვათ, გაგრძელდეს, ამაზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ოცნების ლიდერებს იმ არადემოკრატიული ნაბიჯებისთვის, რასაც წლების განმავლობაში ატარებენ. 6 მარტს ევროკომისიამ საბოლოოდ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური სამსახურეობრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმის ფარგლებში. ევროკომისია მარტში განაცხადა, რომ საქართველოს ოფიციალური პირებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი გააქტიურდა იმის გამო, რომ ისინი განზრახ და მუდმივად არღვევენ უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს და არღვევენ დემოკრატიის წესებს და ფუნდამენტურ უფლებებს ძირითად სფეროებში.